მოგესალმებით. ახლა უკვე მესამე ეპიზოდში ესპანეთის იმპერიის აღმავლობა და მისი დაცემა, რომელიც გარდაუვალი იყო. ბოლოს და ბოლოს მივედით მთავარ შეკითხვამდე. როგორ მოხდა, რომ ქვეყანა, რომელიც მე-16 საუკუნეში სამყაროს ბირთვი იყო, სულ რაღაც რამოდენიმე საუკუნეში გაღატაკებულ, ჩამორჩენილ სახელმწიფოდ იქცა. კოლონიების დაკარგვა, მარცხი ინგლისთან, დამარცხებული ფლოტი, ეს ყველაფერი მხოლოდ შედეგია. ფესვში პრობლემა სხვაგან იდგა. ჯერ კიდევ იზაბელასა და ფერდინანდოს დროიდან მოყოლებული. ესპანეთმა ვერ შეძლო საკუთარი სიმდრის გარდაქმნა განვითარებად ეკონომიკაში. ვერ შეძლო გამხდარიყო განვითარებული სახელმწიფო. ოქრო და ვერცხლი ახალი სამყაროდან უხვად მოდიოდა. თუმცა ნაცვლად იმისა, რომ ამ ქონების მეშვეობით შენებული იყო გზები, ქალაქები, სკოლები. ეს ყველაფერი მიდიოდა უსასრულო ომებში. ესპანეთი მაშინ ძალიან ბევრს ომობდა. სასახლეების ფუფუნებებში, პომპეზურ რელიგიურ დღესასწაულებში და ასე შემდეგ. ერთის მხრივ წყინვალე ბრადოს დარბაზები, მეფეთა პორტრეტები, ვალასკესის ულამაზესი ნახატები, მეორეს მხრივ გაღატაკებული თავადები, რომლებსაც კბილებში ჩხირები აქვთ გაკრილი, თითქოს ახლად ნაჭამი ხორცი აქვთ კბილებს შორის გაჭედილი. რეალურად კი ხორცი თვეებით არ უნახავთ. და ამ ფონზე ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი გადაწყვეტილება, რომელიც ჯერ კიდევ იზაბელასა და ფერდინანდოს დროიდან გრძელდებოდა, რომ გამოეძევათ ქვეყნიდან ებრაელები, მუსლიმები, შემდეგ უკვე მოროსკოებიც. მოროსკოებს ისინი ეძახდნენ არაბებს, რომლებიც შემდეგ გაქრისტიანდნენ. სწორედ ისინი იყვნენ ქალაქების სისხლძარღვი. ვაჭრები, ბანკირები, ხელოსნები, ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ კაპიტალი, ცოდნა, საერთაშორისო კავშირები. მათი წასვლით ესპანეთმა არამხოლოდ მოსახლეობის ნაწილი დაკარგა, მან დაკარგა ეკონომიკური გონება, პრაქტიკული გამოცდილება, შრომის კულტურა. მაშინ თითქოს გაიფიქრეს, რომ ჩვენ თვითონ მივხედავთ ჩვენ თავს. ჩვენ ვართ ნამდვილი ქრისტიანები, ჩვენ ვართ ნამდვილი ესპანელები და არ გჭირდება მოროსკოები და ებრაელები. მაგრამ მალევე გაჩნდა კითხვა, ვინ ვაჭრებს? ვინ გახსნის ახალ საწარმოებს? ვინ შექმნის ახალ საქონელს, ახალ ტექნიკას, საიდან მოვა ახალი აზრები? ამასთან ერთოდა საშიში მენტალური ცვლილება. ვაჭრობას და ფულის კეთებას ნელ-ნელა დაეკარგა ღირსება. ეს უკვე აღარ იყო საქმე პატიოსანი ქრისტიანისთვის. მე რომ მივაჭრო რა, ებრაელი ვარ? ალბათ ასე ხმამაღლა არ ამბობდნენ, მაგრამ შინაგანი დამოკიდებულება დაახლოებით ასეთი იყო. ამ დროს ინგლისში ახალი თავადაზნაურობა, რომელსაც შეარქვეს ჯენტრი, მშვიდად იკავებდა მეწარმის როლს. იგი ამრავლებდა ცხვარს, ვაჭრობდა მატყლით, ხსნიდა საწარმოებს, აბანდებდა კაპიტალს. ეს არათავადაზნაურული საქმე საბოლოოდ გადაიქცა ქვეყნის აღმავლობის ძრავად. ესპანეთში კი თავადის ერთადერთი გზა იყო სამი რამ: სამეფო სამსახური, ეკლესია ან ზღვა კოლონიებისკენ. საკუთარი მანუფაქტურის შექმნა, ვაჭრობის დაწყება, საბანკო საქმე, ეს უღირსი საქმედი იყო მიჩნეული. ამ პირობებში ბუნებრივი შედეგი იყო ტანსაცმელი, რკინა, იარაღი, ყველა ეს ნივთი, რაც იმპერიას სჭირდებოდა, უფრო და უფრო ხშირად იყიდებოდა საზღვარგარეთ. ფული კი გადიოდა ქვეყნიდან. ამ ეკონომიკურ სისუსტეს დაემატა კიდევ ერთი სუფთა დინასტიური პრობლემა: ჰაბსბურგების სისხლის დეგენერაცია. საუკუნეების განმავლობაში ჰაბსბურგები ქორწინდებოდნენ ერთმანეთზე. მიყვებოდნენ ერთ დამღუპელ პრინციპს: უკეთესია ახლო ნათესავი, ვიდრე უცხო დინასტია. თაობიდან თაობამდე სუსტდებოდა ხასიათიც, ინტელექტიც, ჯანმრთელობაც. თუ მაგალითად ფერდინანდო და იზაბელა იყვნენ ძლიერი და ჭკვიანი მეფეები და მაგალითად კარლოს პირველი გლობალური მასშტაბის ფიგურა, ფილიპე უკვე ნაკლებად ძლიერი ჩანს მათ ფონზე. და ამ დაღმასვლის სიმბოლოდ იქცა ჰაბსბურგების ბოლო მეფე კარლოს მეორე. კარლოს მეორე მოჯადოვებული. ბავშვობაში 6 წლამდე ვერ ლაპარაკობს,
4 წლამდე ვერ დადის, 10 წლამდე ვერ კითხულობს, თუმცა ვერც მე კითხულობდა წესიერად. მუდმივად დაავადებული, სისუსტეში ჩაფლული მეფე, რომელსაც ფიზიკურადაც და გონებრივადაც ვერ შეძლებს ძალა ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანოს. მისი სიკვდილით ჰაბსბურგების ეპოქა მთავრდება, მაგრამ პრობლემები რჩება. რიგრიგობით იცვლებიან ის, ვინც ამ სამკაულიან, მაგრამ შიგნიდან გაფუჭებულ იმპერიას მართავენ. ბურბონების მოსვლას დახვდა საგარეო ზეწოლა, შიდა სუსტი ინსტიტუტები. ეს ყველაფერი ახალ ნაიარევებს სვამს უკვე დაღლილ სხეულზე. მე-18 საუკუნეში ერთადერთ ნათელ ფიგურად გვხვდება კარლოს მესამე. მეფე, რომელსაც ხშირად ყველაზე ნიჭიერ მონარქად მიიჩნევა მისი თაობიდან. ეს არის ბურბონი, რადგან ჰაბსბურგები უკვე აღარ არიან. იგი იწყებს მარტივიდან, მაგალითად ქალაქებიდან. მადრიდში აკრძალავს ფანჯრიდან ნაგვის გადაყრას, ამყარებს წესრიგს, აშენებს გზებს, არხებს, ხელს უწყობს ვაჭრობისა და მცირე წარმოებების განვითარებას. მის დროს პირველად გრძნობს ესპანეთი, რომ შეიძლება ნელ-ნელა, მაგრამ მაინც დაიწყოს მოდერნიზაციის გზა. მაგრამ ეს შანსი ბოლომდე არ გამოიყენება. მისი მემკვიდრეები ნაბიჯს ანელებენ. 1788 წელს ტახტზე ადის კარლოს მეოთხე, კეთილგულიანი, მაგრამ უუნარო მეფე, რომელიც საკუთარ ძალაუფლებას მეუღლისა და ფავორიტი მინისტრის მანუელ გოდოის ხელში უშვებს. ამ დროს საზღვრის იქით, საფრანგეთში რევოლუცია მძვინვარებს. შემდეგ მოდის ნაპოლეონი. ესპანეთი იძულებულია ფრანგებს დაემორჩილოს. საკუთარი ფლოტს ტრაფალგართან ბრძოლაში კარგავს. ცდილობს გადარჩეს დიდი იმპერიების დაპირისპირებებს შორის. და ბოლოს ნაპოლეონი თავად ერევა ესპანურ დინასტიურ დავაში. 1808 წელს ის ბაიონში იწვევს მთელ სამეფო ოჯახს, ტოვებს მათ ფაქტობრივად მძევლებად და ესპანეთის მეფედ ნიშნავს თავის ძმას ჟოზეფ ბონაპარტს. ესპანეთი ოკუპირებულია, მაგრამ იწყება პარტიზანული ომები, ქალაქების აჯანყებები, მოსახლეობა არ ურიგდება ოკუპაციას, მაგრამ ამავე დროს ვერ ახერხებს რეალურ სტრუქტურულ რეფორმებს. Se aprueba la Constitución. 1812 წელს ესპანეთში მიიღება საოცრად პროგრესული კონსტიტუცია ნაპოლეონის ქვეშევრდომობით სხვათა შორის. პარლამენტი, ფართო საარჩევნო უფლება მამაკაცებისთვის. რაღაც ისეთი, რაც იმ დროის ევროპაში თითქმის წარმოუდგენელი იყო. ნაპოლეონს ჰქონდა რაღაც სახელმწიფოებრივი რაღაც ნიშნები, უფრო კარგი ვიდრე სამეფოს, მაგრამ როგორც კი ნაპოლეონი დამარცხდა და ფერდინანდ მე-7 დაბრუნდა ესპანეთში, ის თითქმის მყისიერად გააუქმეს კონსტიტუციას, ჯის ლიბერალებს, ზრდის ეკლესიის გავლენას და აბრუნებს ძველ ჩამორჩენილ წესრიგს, ანუ ფეოდალიზმს. იმავდროულად ლათინურ ამერიკაში იწყება დამოუკიდებლობის ომები. იმპერია იშლება. კუბა, პუერტო-რიკო, ფილიპინები. ეს არის ის მცირე ნარჩენი, რაც მე-19 საუკუნის შუა ხანებისთვის ესპანეთს ჯერ კიდევ დარჩება. შიგნით კი სუსტი ბურჟუაზია, თითქმის გაუქმებული საშუალო ფენა, გაღატაკებული გლეხები, გაღატაკებული თავადაზნაურობა, მუდმივი დაპირისპირება ლიბერალებსა და კონსერვატორებს შორის, დროებითი რესპუბლიკა, მონარქიის დაბრუნება, რეგიონებში მოძრაობებისა და ეკლესიის უზარმაზარი გავლენა. საუკუნის ბოლოს ალფონსო მე-12-სა და ალფონსო მე-13-ის ეპოქაში ქვეყანა თითქოს ცდილობს კონსტიტუციური მონარქიის მოდელის დამკვიდრებას.
ჩნდება პროფკავშირები, ნაფიცი მსაჯულები, მამაკაცებისთვის არჩევნების მონაწილეობის უფლება საყოველთაო ღონს. მაგრამ ძველი ჭრილობები ბოლომდე არ ხორცდება. ქვეყანა თითქოს ორჭოფობს. ერთ მხარესაა თანამედროვე ევროპისკენ სწრაფვა და მეორე მხრივ სიღარიბი, რეგიონული დაყოფა, არმიის ზედმეტი გავლენა და ბოლოს 1898 წელი ესპანურ-ამერიკული ომი, მეინის აფეთქება ჰავანაში და საბოლოო კოლონიების დაკარგვა. ესპანეთი კარგავს კუბას, პუერტო-რიკოს, ფილიპინებს და ამით არა მხოლოდ იმპერიას ემშვიდობება, არამედ საკუთარ იმპერიულ ილუზიასაც. ეკონომიკურად ეს შესაძლოა გარდაუვალი ნაბიჯი იყო, მაგრამ ფსიქოლოგიურად ესპანელებისთვის ეს ძალიან მძიმე დარტყმა იყო. ამ დამარცხების ჭრილი ჩამოყალიბდება 98 წლის თაობა. წერილები და მოაზროვნეები, რომლებიც სვამენ შეკითხვას: სად შევცდით? როდის გადავუხვიეთ იმ გზას, რომელიდანაც უკან დაბრუნება თითქმის შეუძლებელი გახდა? ასე შედის ესპანეთი მე-20 საუკუნეში. აღარ არის იმპერია, მაგრამ ჯერ კიდევ ეძებს საკუთარ თავს. დღეს, როცა ამ ისტორიულ დერეფანს უკნიდან ვუყურებთ, გასაგებია ერთი რამ. ქვეყანა შეიძლება უსასრულოდ მდიდარი იყოს. შესაძლოა ჰქონდეს ოქრო, კოლონიები, პატივისცემა, მაგრამ თუ არ ქმნის ძლიერ ინსტიტუტებს, არ ახდენს მოდერნიზაციას, არ ეყრდნობა განათლებულ თავისუფალ მოქალაქეს. ეს სიმდიდრე ოდესღაც ცარიელ ფასადად იქცევა. ესპანეთმა ამ მძიმე გზით გაიარა. მეტი აღარ არის მე-16 საუკუნის სუპერ სახელმწიფო, მაგრამ გახდა ქვეყანა, რომელმაც თავისი კრიზისი მოიხადა და სხვა მშვიდობიანი ადგილი იპოვა ევროპულ რუქაზე. და სწორედ ეს არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნა. საინტერესოა, არა მხოლოდ ის, როგორ დაეცა ესპანეთი, არამედ ისიც, როგორ მოახერხა საუკუნეების შეცდომების შემდეგ მაინც წამომდგარი. ეს იყო ისტორია იმ ქვეყნისა, რომელიც ერთ დროს მსოფლიოს ნახევარს ფლობდა. შემდეგ საუკუნეების განმავლობაში ცდილობდა გაეგო სად შეცდა, როგორ და რატომ. და როგორ გადაიქცა ბრწყინვალე იმპერია ნელ ჩამოცვენილ დაღლილ სახელმწიფოდ. მაგრამ ეს ამბავი მხოლოდ წარსულის ვერტიკალია. იმ წარსულის, რომელმაც ესპანეთს ბევრი ასწავლა. დღეს ესპანეთი უკვე სხვა ქვეყანაა. ის აღარ ეძებს მსოფლიო ბატონობას. ის ადგას სრულიად სხვა გზას, ევროპული დემოკრატიის, რეგიონალური მრავალფეროვნების, თანასწორობისა და განვითარების გზას. Viva el representante electo del Senado de España. ქვეყანა, რომელმაც ერთხელ ვერ შეძლო მოდერნიზაცია, დღეს ქმნის ძლიერ ეკონომიკას, ამაყობს კულტურის, მეცნიერების, განათლების პროგრესით. ეს არის სახელმწიფო, სადაც პრადოს მუზეუმი, ხმელთაშუა ზღვის ქალაქები და თანამედროვე უნივერსიტეტები ერთად ქმნიან სურათს, რომელსაც ვერასოდეს წარმოიდგენდი მე-17 საუკუნის სიღარიბის გვერდით. ესპანეთი დღეს გახლავთ ქვეყანა, რომელმაც მოახერხა ყველაზე რთული საკუთარი ისტორიის მიღება, მისი გააზრება და ნაბიჯ წინ სვლა. ქვეყანა, რომელიც აღარ ცდილობს იყოს იმპერია, მაგრამ ცდილობს იყოს სამართლიანი საზოგადოება, ძლიერი, მშვიდობიანი და სტაბილური. მაგრამ მათი ისტორია ასევე გვასწავლის მეორე ჭეშმარიტ ეპოსაც. კრახი დასასრული არ არის.
სრული სიმაღლიდან დაცემაც კი შეიძლება ახალი დასაწყისი გახდეს. ესპანეთი მიიღო ამ გზას და ჩვენც შეგვიძლია თუ კი ვიპოვით იმავე სიმამაცეს. და ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი თხოვნა მაყურებელს. მეგობრებო, თუ გსურთ რომ ასეთი ფილმები გაგრძელდეს და ამავე დროს გქონდეთ შესაძლებლობა გააკეთოთ სიკეთე, გთხოვთ გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი Historia Nova by Gio, ასე მოძებნით YouTube-ზე. ჩვენ არ ვითხოვთ ფულს, არხის მონეტიზაციით მიღებული ყოველი ცენტი, ყოველი ნახვა, ყოველ ლაიქზე დაგროვილი რეკლამის მცირე შემოსავალიც კი მთლიანად გადაეცემა ქუჩაში მიტოვებულ მარტოდ დარჩენილ ძაღლებს, რომლებიც არიან საქართველოში ძალიან ბევრი და უხვად. ვინაიდან საქართველოში ისინი ხშირად სულად მარტონი რჩებიან და მათთვის თითოეული თქვენი ნახვა რეალური დახმარებაა. გამოიწერეთ არხი, გაუზიარეთ ვიდეო და დაეხმარეთ მათ, ვისაც ხმა არ აქვს. ესპანეთის იმპერიის ფილმის სერიები დასრულდა. ეს იყო დასასრული, არ ვიცი, დაწერეთ კომენტარებში, დაუშვათ რომელი მეფე არ მოგეწონათ, ან რომელი მეფის გადაწყვეტილება უფრო მოგეწონათ. ვინ იყო თქვენთვის ძლიერი, ვინ იყო თქვენთვის ყველაზე სუსტი, სად იყო ის დაშვებული შეცდომები მაგალითად. დაწერეთ ეს ყველაფერი კომენტარებში და ასევე დაწერეთ თქვენი სახელი და გვარი გამომწერებმა, რათა ყოველი ფილმის ბოლოს მოგიხსენიოთ მადლობის ნიშნად ტიტრებში. ძალიან გთხოვთ, დიდი მადლობა ყურადღებისთვის, შევხვდებით შემდეგ გადაცემაში.